მერტო დრო არის ახლა მოვრჩი. აი გამომივიდა 10 ლიტრიანები. შევფუთავ ახლა და სანამ არ გაცივდება არ გავხსნი. აი ესე იგი 4-10 წუთია თითქმის. აი მეცინება ეს დარჩა. ეს მეტი არ დარჩა. ბავშვებს ეყოფათ. ამათ უყურეთ როგორ ჭამენ მაგას. სოუსის. მოგეწონათ და? მაგარია. ცოტა რომ მომრჩა, იმას არის მიირთმევენ. ჭა. შენშენდელი. გეგა ტელეფონიო გახმოისიქერან. გეგას უყურეთ. შემოგეწონა იმას უყურეთ, ნახეთ მაგიდაზე რა ამბავია უყურეთ, ჰა. გულები არ უყვარს, ზოგს კანი უყვარს. გეგა მოგეწონა დედიკო შენ? კი. ნახეთ როგორ ჭამს. და ხარ არის ამ სოუსში ცუდი. დედა ჩემ. ყველაფერი რაც კარგია აქვს. მე. წვანილები, ბლომად, სტაფილო, ბულგარული, ხახვი, ნიორი, ტომატი, სუნელი, всё, ზეთი. ეგ არის მეტი არაფერი. მაგრამ ძალიან გემრიელი არის, მე აკეთებ თუ არა, მაგრამ აი მართლა ძალიან გემრიელი რაღაცაა. აი. ძიბე მაგ, რა გინდა ძიბე რომ აქ. ნახეთ მაგიდას. ბატონო. ეს პურები აქ ელაგა, ეხა გულები დავალაგე მერე. იდე ეკანი. ეხა. აი. ძლივს ჩემს იმას სარკეს ნათითურები არ ემჩნევა. ჯერ არ მისულა და მოკლედ მაღაზიაში ვიყავი ძვირფასებო და ჯერ მოგესალმებით როგორ ხართ რაში. ტელეფონი დამრჩა. ესენი შემოვიტანე თუ არა. დავდე და ეხა ტელეფონი მინდა თქო რომ მოკლედ რამეს მაინც მოვასწრებ გადავიღო თქო და სადაა ჩემი ტელეფონი. გამახსენდა რა ნიკო დაიდასანი დავდე იმას რომ ვიმედი ფლიას. ხოდა იმაზე მივედი დანიანგარიშე თქო და მე ეხა მეც დავიანგარიშებ. თუ დაემთხვევა ყოველთვის ემთხვევა ხოლმე და არაფერი არ მომიტანია იმდენი, იმიტომ რომ რო დაიანგარიშა მე აღარ მინდა არაფერი, მარტო ქლიავი წამოვიღე და პო. რაც საუცლებელი იყო ესეთი სენაკის პური. ხოდეს ეს მოსწონს და სამთავი ეგ წამოვიღე. ქლიავი წამოვიღე იმისთვის რომ კექსიც მინდა ქლიავის გავაკეთო. შრალია.
ცოტასაც შევჭამ. გაიქეც. თან ნათქვამი ქონდა ნიკო დეიდას რომ ეხლა მე ვავალოს ზემოთ. სახლში ადიოდა. ხო და მე ჩამოვადო და კიდე მეორეჯერაც გადავიანგარიშებოდა. ნო მივედი. მივყვიოდი ანიკო დეიდა. უცებ გაიგონა და ტელეფონი დამჩათქო და ჩამოვიდა. დაგავრჩვე მეთქი. ისეთქო. სულელი ხო არ გაწონდები. იმ წუთას იყო ასული, სადღაც 2 წუთი იქნებოდა, მე 2 წუთი მეტი არ მინდა მე მგონი. აქეთ მოსასვლელად მაღაზიიდან. ხო და გაზაც გავრეცხე და მქონდეს. ბავშვებმა შეჭამეს საჭმელი. მაგრამ ეხლა შუა დღესკენ მომიდა უკვე დრო, რომ ისევ საჭმელზე ვიფიქრო. აი, ამდენი გამოვიდა ხო ჩანს ისეთ ჩანს. 10 გამოვიდა. ის ცოტა 800 გრამიანს გაავსებდა, მაგრამ ბავშვებიც შეჭამენ მეთქი და მაგიტომ არ იმავსკენ. მოდით გარეცხილია და წაიღე. ყველა ალბათ გიჟი არისო. მიყურებდნენ. რომ მივრბოდი იმ წუთას მოსული ქალიო. მე უცებ რომ მივიღარ გიჟივით. მაგრამ ეს ჩემი ტელეფონი. ძალიან მიყვარს. ძალიან მიყვარს. ზოგჯერ არის რომ მაგალითად არ მინდა. ქლიავი. უფრო მკვახე მიყვარს. ყველა ძალიან რბილია. ძალიან მწიფეა. მოვწმდი იატაკები ქლორით. ჯერ ისე და მერე ქლორით. წუხელ არაფერი დამიტოვებია. ყველაფერი გავარეცხე, გაზიც გავწმინდე. სადღაც 5-ის მერე დავწექი და ბუდელნიკმა ვერ გამაღვიძა, რა ვიცი, არ გამეღვიძა. ზალმა გამაღვიძა ლიკასი და 9 საკლდა 20 წუთი გოდე დამრჩა სახლში, ვერ გაუშვი. მესმის სირცხული ჩემი, მაგრამ რა გავაკეთო. იმან გაშვებას ბაღში მაინც არ ვაპირებდი დღეს, იმიტომ რომ ძალიან გვიან დაიძინეს და გოდე მადრი დაიძინა უფრო. სამ დღე ვიარეთ მე მგონი, კი? მარტო დღეს არ ვართ, თორემ ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი ვიარეთ და ყოველ მოსვლაზე ძინავს სადაც შუა დღეზე. მე რამე გვიან იძინებს, ძალიან გვიან, აი მე მელოდება, მიუწვე, მერე ჩემთან თამაშობს რაღაცა და მოკლედ ძალიან გვიან იძინებენ მაინც. გოდე არა, გოდე ამათზე უფრო ადრე. გელას საერთოდ დილით ადგომა არ უყვარს, არ ვიცი რა მეშველება კიდევ გაი სკოლაში არ გაუშვი წელს და ჩემი ჭკვით გავატარე. მიუხედავად იმისა, რომ გოდე აგერ ხო ადრე დგება, დღეს ადგა ჩვეულებრივად
მოიტანე. ლეღვიც არის, დედიკო, ის შეჭამე იმაში. რა არის? ლეღვის მოლაბაში, ლეღვი დევს და ის უნდა ჭამო, იცი რა გემრიელია? მომიტანე. პურზე? ეს არის ჩემი პირველი დაჯდომა. ხან კიდე სამცალია დასაჯდომა. გარეცხლები ვანას სავსზე მაქვს. ნოია ფიქრობეს. ლეღვის მოლაბა. ლეღვის. ხო. 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 დაგიდო ლეღვი ნუ უზელო. ლეღვი დაგიდო. მარტო წვენი, მაშინ პური უნდა წაუსვა. პური უნდა დააწაწუნო, როგორც უზე აწაწუნებისა და ისე ჭამე, პურს მოგიტეხა. მიდი ეგ ხელი გიყვარს ის პური მოიტანე. ქვემოთ, დედიკო. ვილა ისე ხაინო. კი, მართლა. ეს ხეშები მიმთავრდება კიდევ კაი. მართალია ეს კაი პურია. ეხოცები ნამციცებიანა თებში იმისთვის ამსებობს რომ ეს პური დაიდოს თებზე როგორი კაი ფერი აქ წითელია წითელი და ყავისფერი კოკა-კოლას დღეს. რას არის ბიჭო ყავისფერი ამაზე გეუბნები სოუზი კოკა-კოლა. ცოტათი უნდა გავაკეთო იმიტომ რომ ხო ყოველ წელს მეხმარებოდა მუხრანი და არიქაშე მუხრანი ყავს მუხრანი გეხმარება ჩემებისგანაც ყველასგან საახლობლო რო იციან რომ რაღაცაში ხელს წამკრავდა თვითონ ყველას დედამთილები ბიცოლები მამამთილი ვიღაცები ხო უზით კაცო სახლში და ხო აკეთებენ ისინი მე თუ ქმარი მეხმარება დიდი ამბავი ხა აბარისთვის ვარ მეც ყველაფერს ვაკეთებდი შეშაშას შეხავდი მიუხედავად იმისა რომ სახლში იყო ისედაც ჭრიდი რას არ ვაკეთებდი ყველაფერს ვაკეთებდი კაცის საქმესაც და დიდი ამბავი ხა თუ ერთმანეთს ხელი წავკარით და გუში არაფერში არ მომეხმარა საერთოდ მუხრანი აი მართლა არ მომეხმარა სამივე შვილების სიცოცხლეს ფიცავა მთელი ის რო ჭრიდი აი რამდენი ხანი ასე მქონდა ამათ კეცავდი და ამას ვერ კეცავდი აგერ გოდეს კითხეთ ვერაფრით ეს მქონდა გაშიშებული და მე კიდე მარჯვენა ხელით ვერ ვჭრი დანას ვერ ვიყენებ მარჯვენა ხელით არაფერში არ მომეხმარა 5 კილო ბულგარული დაჭერი 4 სტაფილო 3 ხახვი 5 არა 3 თავი უქენი ნიორი არ უქენი 5 დამეზარა გაფსკნა არც უნდა და ძალიან კაი გემრიელია ხო და წვანილი დაჭერი ყველაფერს უნდა ჯერ გარეცხას ხო რამდენი ბულგარული გარეცხა სტაფილო გარეცხა ხავს რო გაფსკნი გარეცხე მე წყალში ჩავდე იმიტომ რომ არიქა თვალი არ დამწოს თქო და ძლივს აი როდის მორჩი არ დამეხმარა და ეხა კი ვედუდგუნე მაგრამ მაინც არ დამეხმარა ესეთია ქალების ხვედრი მეწყინა სიმართლე რომ გითხრათ მაგრამ არა უშავს ყოველთვის ყოფილა ისე რომ მერე ჩემთან მოფოფხდებიან ხოლმე დედიკო ეს მინდა სოუზი არასოდეს გამიკეთებია ისე ბავშვებს გეფიცებით მიუხედავად იმისა რომ ბევრი სუდი გამხსენებია და რომ დაჭირები ვარ არასოდეს ადამიანზე ზურგი არ შემიქცევია არასოდეს გამიკეთებია იმიტომ რომ აი მე იმაცავით ვერ მოვიქცევი ეგ არის ჩემი ის რა ქვია პრინციპი გოდეცი
გოდე გავბრაზდები, დედიკო ნამცეცები იქნება და. ხო შეიძლება რომ ვიჯდე 1 საათი მაინც. ჩემთვის აგეთე მოდი. ჩიკა. ეგედა ჭიქა დე ყვითელში დაგისხამ ცივი წყალის. ხილად ჩამო, ხილად. იმ კაბას რაც ამჩნევია წებო არის ხალხო და მე ვერ ვაშორებ. იქ ხო ქონდა ბაბთა და ის მოძვრა. მინდა. ჩემი საშველი არ იქნება. კროკოდილო. დედა, ეს რა არის კოკო? დედა. გაიწიე კოკო იქეთ, გაიწიე. მე თორე არის არ გამოწიო მაგიდა 1 წუთი არ ვიყო ბოლკონისა. დედა. გაჩვენოთ ხალხო, აი გაჩვენოთ. პროსტა აი არ ვიცი, მართლა ზოგჯერ სპიცავას ზოგჯერ გაქცევის სურვილიც კი მაქვს. და ეხა იმაზე ის აი ეს ფეხიც დასვრილი აქვს უკვე იმაზე აპორციალა. შეხედე. დაიკა მურაბა მაგალია. მერთო დიდებულოშე. გოდერძინ მაგნას კი რატო არ ჩაიცვი? რატო დაგიდე? ღმერთო შენ მიშველე არ მინდა არაფერი მეტი. გავიღალე. აი ესეთი რაღაცები არის მერე რომ მანერვიულებს ხასიათს მიფუჭებს. ასე და რა გავაკეთო. მართლა ეგრეა. ძალიან მიფუჭებს ხასიათს. ახლა გაზრდილი ბავშვები ვისყავთ. ხო არასოდეს არ არიან ესე. მეც ეხა რო ვიყავით სახლში. დედაჩემი არ იყო, მაგრამ ნებისმიერ დროს აი მაგალითად ბებიაჩემი მოვიდა ერთხელ და მე სხვაგანაც შევიდა და ძალიან ისეთი იყო ბებიაჩემი როგორ გითხრათ სისუფთავის მოყვარული. რო დავხდა ჩვენთან ბავშვები ვიყავით, მაგრამ ყველაფერი დალაგებულია, ტაკი მოწმენდილი და ასე შემდეგ. მე სხვასთან რო ვერ ნახა მსგავსი რაღაცა უთხრა რა, აი ბავშვები არიან და ესენი ახერხებენ ამათთან რო შეხვიდე ნახეო, როგორც არიანო, ხო ხედავო და აი შე როგორ გიჭირს, რომ მაგალითად იატაკი მოწმინდო დღის მანძილზე, აი როგორ ნახევარი საათი მაგალითად. ვერ იცლი რომ ეს გააკეთო. ეხლა ნახეთ რა არის. კი, არავის საქმე არ არისო, მე როგორც მინდა ისე ვიქნებიო, ბევრისგან მსმენია, მაგრამ და შეიძლება არც იყო მართალი რომ ესე უთხრა. მაგრამ ჩემი ყურით მაგ მონასმენი ეს ასე რო თქვა. მამა ჩემი დედა. სისუფთავის გიჟი იყო, აი სულ თვითონ უნდა რომ ეკეთებინა საქმე და არავის გაკეთებული არ უნდა, ანუ არ უნდა და ცუდად აკეთებდა იმას კი არ ნიშნავს, ანუ თვითონ უყვარდა საქმის კეთება. მაგალითად ჩვენთან მოვიდა 2 თვე იყო. მახსოვს ის უკვე ძალიან დიდები რო ვიყავით იმ პერიოდში, თორემ მანამ არ მახსოვს რომ ჩვენთან დარჩენილი იყო, იმიტომ რომ ბებია მეგონა მე ჩემ გვერდზე ნათლიობა ვისთანაც გვაქვს იმათი ბებია. იმას ვიძახოდით ბებოს ჩვენ და დედაჩემის დედა ბუნდოვნად მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი რო გარდაიცვალა და რაღაც მომენტი მახსოვს რომ ღამე ბიჭებმა მაშინ მქონდა ესეთი ნიღბები, არ ვიცი რატომ მქონდა ესეთი ნიღბები, ბევრი ყველას მქონდა თითქმის რაღაც გაზის სუნისგან რო გიცავს ესე მთლიან სახეზე რო იცონდა აქ დიდი ესეთი ცხვირივით რო მქონდა შავი გამოწეული, ესეთი ნიღბები მქონდათ ბიჭებს და შეგვაშინეს მაშინ ვითომ და ბებია ჩემს ძალიან რო შეშინე. აი ეს მომენტი მახსოვს, არ ვიცი ეს მომენტი რატო დამამახსოვს და სხვა არაფერი არ მახსოვს. კი, ერთი მახსოვს კიდე რომ ჩემი და ბებია ჩემს უძრებოდა, ანუ მის საღებში დიდი ის მქონდა ტახტს ვეძახოდით, მდივანი არა ტახტი, რომ აი ისინი ლეიბები, საბნები და რაღაცეები რო ჩადიოდა და მე თუ ვინმე მოკვდებოდა, აი სად და სად არ მქონდათ ეგ, რომ მკვდარი დაესწრებინათ და მე კუბოцკი რო იდოზეთ, აი ესეთი ის რა ვიცი თუ გახსოვთ ძალიან ძველებური იყო მაშინ. ეს მქონდა იქ გვედგა სალაში და
იქ იწოდა ძლიერს, აი, შეეშინდა ნათია რო ვერ აძვა. შეეშინდა და გაგკიოდა. შუქი არ იყო მაგ დროს და მაგიტო. რო ვერ დაინახა რო ვინ იყო რომ იხოხავდა მასთან. ეს მახსოვს, მეტი არაფერი არ მახსოვს ბებოს. დედაჩემის დედისგან. თუმცა დედაჩემი ძალიან გავს ეხა რომ ვუყურებ ბებოს ფოტოებს და ეხა დედაჩემს რო უყურებ, დედიკო გავს. ხო და რას მოვაყოლე ეხა იქ, ხო ეს მაღიზიანებს, აი რო ვუყურებ ადამიანები დაალაგებენ, გარეთ გავლენ და всё ნებისმიერ დროს დაალაგებულია. კი, ბავშვები ჟრიამული ყველაფერი, კაია მე მოგენატრებაო იტყვით, მაგრამ ხო შეუძლიათ რომ აი მე წავიღებდი იმას. არასოდეს არ გავუკეთებია მეთქი ვერ ვეტყვი. სულ ისე არის, ადა არის რაც არის. ანაგვიანებს დალაგებული არ მოსტონს, ლოგინს რამდენჯერ აურევს, ხტუნაობს ზედ, ჩამოყრის ყველაფერს და მოკლედ, ესეთი ამბები მაქვს მე. ალბათ სხვებსაც ვისაც ჩემი შვილის დოლა ბავშვები ყავთ. არ ვიცი, თუ მარტო ჩემი ბიარი ნიგედი. ეს 10 კილა. არაფერი არ არის. და რამდენი უნდა გააკეთო ადამიანმა, რამდენი 10? ბევრი. მარტო ადამიანისთვის ერთისთვის როცა სხვა რაღაცა არ გიჭირს შენ სხვა რაღაც საქმე. სულ არ მეძნელება, მაგრამ თან ამათ მიხედე, გოდეს ასწავლე, დააწერინე, აი აქ სკამზე დავსვი და მე აქ ვაკეთებდი ყველაფერს და აქ ვაწერინებდი და ასე შემდეგ. ძალიან ესეთი არის როგორ გითხრათ. ერთ რაღაცას რო აკეთებ ძალიან ადვილია, გააკეთებ და всё. კარგი, წავედი ახლა მე. გავფენთო რა არ მინდა დიდი ხნით ვანაზე მქონდეს გარეცხილები. დროებით აბა, ქალაქშიც ვერ წავედი, ჩემი საქმე ვერაფერი ვერ გავაკეთე, მუხრანი ხვალ რო წავა მე მგონი კვირამდე ვერ მოვა და ჩემი საქმე არის მიგდებული. ადაზე მქონდა მაიკების საყიდი. თორე იმის დაფარვას კი მოვასწრებდი, მაგრამ ადაზე მაიკებიც მინდოდა. ერთი 3 ცალი მაინც მაიკა რო ვუყიდო, რომ ელასტიკები რო აქვს, იმასთან მოიცვას. წავედი ძირფასება ბედნიერში dobიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ. სულ ეს იყო ჩემი ნამოღვაწარი ეხა წუხანდელი. კი დრო უნდა ყველაფერსა კი დამღალა თითქოს და, მაგრამ სამაგიეროდ ბავშვებს უყვართ და მე იმას იზამ. ეხა მსგავს გავაკეთებ ოღონდ როგორ იცით? გახეხილ სტაფილოს უზავ, გრძლად დავჭირ, ანუ სალათისებურად მინდა რომ გავაკეთო ხავხსაც და ყველაფერს, რომ უფრო ლამაზი იყოს. ეგრე მოვიფიქრე. ზოგი ამ რაღაცას პომიდორსაც უმატებს, მაგრამ პომიდორი ამჟავებს, ასე უფრო ტკბილი, ამიტომ მე პომიდორს არ ვამატებ. წავედი აბა, დიდნი და მშვიდობიან დღეს გისურვებთ.